გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მას გურჯაანიდან და თელავიდან 100-მდე ფერმერი დაესწრო. შეხვედრის მიზანი დარგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და თანამედროვე აგროტექნოლოგიური რეკომენდაციების გაზიარება იყო. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერებს დეტალურად გააცნეს ატმის ბაღების მოვლის თანამედროვე მიდგომები, მათ შორის ნიადაგის მართვის პრინციპები, განოყიერების ეფექტიანი სტრატეგიები და სხვა. შეხვედრა შედგა გურჯაანისა და თელავის ფერმერებთან. საკითხები კომპლექსურად შეეხებოდა ატმის კულტურას, ნექტარინის კულტურას, ყველა იმ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია როგორც ახალი ნარგავების გაშენებასთან, ასევე ნიადაგთან დაკავშირებულ საკითხებს, აგროტექნოლოგიურ საკითხებს, ახალი ჯიშების ინტროდუქციას და რაც მთავარია, მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემასთან მიმართულ საკითხებს, რომელიც შეეხება მცენარეების სიჯანსაღეს დაცვას მამლებლებისაგან და დაავადებებისაგან. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს უპირველესად კონკურენტულარიანი პროდუქციის ბაზარზე განთავსებას, ხარისხის გაუმჯობესებას და რაც მთავარია ფერმერებისათვის იმ ცოდნა გამოცდილების მიღებას, რომელიც აამაღლებს კულტურათა პროდუქტიულობას. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ფერმერებისთვის. ერთი კვირის უკან ვიყავით თბილისში სამინისტროში სოფლის მეურნეობის და იქ დაიგეგმა ეს შეხვედრები და ძალიან კარგია ეს პრევენციული შეხვედრები, რომ არ გაგვიყვაროს დაავადება იქნება ეს თუ მავნებელი ამ ჩვენ სფეროში, ზოგადად მეხილეობაში. ბევრი სიახლეები გავიგეთ იმ შესახებ, რომ რა პრეპარატები უნდა შევიტანოთ კონკრეტულად რა დაავადებების შესახებ, დაგვირიგდა ბუკლეტები, რომელშიც წერია მითითებული არის დაავადებების, რომელი დაავადების წინააღმდეგ რომელი ელემენტი ჭირდება, ანუ მოქმედი ნივთიერებები